აი მეგობრებო, რომ გადმოდიან, ეხლა ეგრევე გადავდივართ, რა ეს ყველა მიცის, რომ ეგრე მოხდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის აქაც არ ხდება, მაგრამ ძირითადად 90% მაინც, 95% მაინც ეს ხდება ხოლმე გამოსვლები და დათმობები. საქართველოში მაგალითად სხვა ჟესტებია მოძრაობის, ისა მინიშნებების, აქ სხვა ჟესტებია. საქართველოში ხა ფარების ანთება თქვენთან რასანაცვლოდ ზრდება, ნიშნავს რომ გამატარე, ხო? აქაც ნიშნავს ფარების ანთება გამატარე, მაგრამ თუ შორიდან ვიღაცა ჩქარაგინთებს ფარებს და აშკარად ხედავ რომ ვიღაცა მოფრინავს, რა ვიცი, რაღაცა სპორტკარით ან მოტოციკლეთით ან რაღაც ეგეთით რა. მაგრამ ძირითადად აქ ფარების აციმციმება არის გამატარე, მაგრამ ამას იშვიათად ნახავთ. იშვიათად ვინმე აგიციმციმებთ ფარებს, იმიტომ რომ ის დაგელოდებათ სანამ თქვენ დაასრულებთ აბულს და მერე გააგრძელებს აჩქარებას. მაგრამ ფარების ანთება ძირითადად ჩვენ შემთხვევაში ნიშნავს, რომ გამოდი, გითმობ. ეხლა ასეთ შემთხვევაში ესენი რომ გადმოვიდნენ და მე რომ ვერ გადავსულიყავ იქ ძოლში, იმიტომ რომ მანქანა მედგა, ხო? მაგ შემთხვევაში დავაგდედი სიჩქარებს და ფარებს აუნთებდი და ანიშნებდი იმათ, რომ გითმობ. ასევე მანქანა რომ გაგვასწრებს ტრაილერი, ხო ძალიან ნელა ვასწრებთ ერთმანეთს ჩვენ და როგორც კი გამწდება, ფარებს აუნთებ, რომ всё, მზად ხარ, გადმოდი. და მე ის პავაროდნიკებს აგიციმციმებს, ანუ იქით-აქით ვაციმციმებთ ხოლმე პავაროდნიკებს. თუ ჩვენ ავარიულს თავ საქართველოში რომ მადლობა ვიცით ხოლმე ავარიულ, ნუ ხშირად არავინ არ უხდის საქართველოში მადლობას, მაგრამ თუ ავარიულებს ჩავთავთ დიდი მანქანით, ესე იგი წინ რაღაცა საფრთხეა და უკვე ძალიან მალე ვაჩერებთ მანქანას, მაგის ნიშანია. თუ დიდმა მანქანამ ავარიული ჩართა, ნიშნავს რომ ეგრევე შენს ავარიულს თავ და ეგრევე ტორმუზი მაქსიმალურად დისტანციით დავდივართ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც პატარა მანქანებმა იციან ხოლმე ზოგმა მოხდა ავარიულებით. მაგრამ როცა დიდი მანქანა ავარიულს თავს, ეგ მადლობას არ ნიშნავს. ეხლა ვიღაცას გავასწარე და ავარიული ჩაუხდე, ის ეგრევე ტორმუზს დაარტყავს. და ესეთი სხვადასხვა განსხვავებები აქ არის. ასევე აი ნახეთ მაგალითად ეხლა ეს ვერ მასწრებს რა და მაგრამ ცხვირი გამოყოფილი აქვს აშკარად ჩემზე ოდნავ ჩქარა მიდის 9 კილომეტრით. ამიტომ ნუ დავტანჯავთ ხოლმე ესე სხვას ჩვენ მაგით ვერაფერს ვერ მოვიგებ და დაუგდოთ სიჩქარე და გავატაროთ, რა ხვდებით? გაიარა, ეხლა ეს კი არ არის ტრაილერი, მაგრამ ამდენ ანუ ზოგს მართლა ეხლა წუთები და წამები აქვს დათვლილი, იმით უმეტეს საღამო პერიოდში და შენ გააქვს დრო და ეხლა იმისთვის მნიშვნელოვანია ყოფილა შემთხვევა, რომ ეს ვერ მიმისწრია და აი დამიკეტია სმენა და 1-2 წუთი, 3 წუთით გადამიცილებია. მაგ შემთხვევაში რა ვშვებით? ტახოგრაფზე ამოვიღებთ რასპეჩატკას, ამასაც ალბათ ეხლა ჩაგისვავთ, გაჩერებულზე ხდება ეგ ყველაფერი. ანუ შედიხართ მენიუში პირველივე, ანუ პროსტა ოკეი საწვევით და ეგრევე აჩვენებს პირველი მძღოლის რასპეჩატკა 24 წლის განმავლობაში, ანუ ესე ამას ქაღალდს ამოიღებს, სადაც ყველაფერი წერია ზედ. როგორ ამოვიღოთ მოკლედ რასპეჩატკა მეგობრებო აქედან. ნახეთ ეხლა უნდა დავაწვეთ ოკეის. ოკეი და მეტი არაფერი, მაგრამ ეხლა გასაღები არ მაქვს გაღებული და ნახეთ რა მოხდება, აი დაგიწერთ შეცდომას რა. ამიტომ გასაღები გავხსნათ. მოკლედ როგორც ეხლა ესე არის კილომეტრაზე, აქედან მარტო ოკეებს ვაწვევით, ნახეთ. რასპეჩატკა ვოდვადიტელ 1 თუ თქვენი გინდათ. თუ მეორე მძღოლის გინდათ, მაშინ მეორეს აირჩევთ აგერ. მაგრამ ეგ არა, ამიტომ პირდაპირ ეს დავაწვევით ყველა ოკეებს, რა ოკეი. რასპეჩატკა ვოდვადიტელ 1 კიდე ოკეი. სუტოჩნიე დანიო, ოკეი და მოკლედ სულ ოკეები და აგერ დაიწყებს თითქმის ამოგებას. აი ეს არა რასპეჩატკა რა მოკლედ რა. და აქ წერია ძალიან ბევრი რაღაცა მოკლედ, რომელსაც მე დღემდე ვერ გებულობ რა წერია მეგობრებო, მაგრამ ეგენი გებულობენ რა. და თუ რამე მეგობრებო, ამას აქ უკან სადმე მიაწერთ მოკლედ რა მიზეზით იმას ქენით, რა ქვია, რა მიზეზით დაარღვიეთ, დაგერღვათ, ასე ვთქვათ, რატომაც ეს რასპეჩატკა ამოიღეთ და ასევე მეგობრებო, ამ რასპეჩატკაში ხა აღარ ამოიღებ, მაგრამ ეკნოპკა აქ რომ მიაწვევი, ეს გადმოვიდეს, გვალი რულონივით ქაღალდი დევს, ეს ქაღალდი უნდა იდოს. და ქაღალდი 1-2 ზაპასად, აქაც უნდა იყოს ქაღალდი და ზაპასადაც უნდა ქონდეთ, რო რამე ზოგი ისეთი კონტროლი შეიძლება მოხდეს, რომ რაღაც ეგეცაც გამოიგდონ, ანუ ამის ზაპასი ქაღალდი, ეს პატარა არის ამხელა რა ესეთი. გამოიღებ, ჩადებ და შეარჩევთ ამას პირდაპირ, ხა რო არ ამოვიღებ. ეგეც უნდა ქონდეთ მოკლედ რა. თორე მაგაზეც რამე რო იყოს ჯარიმა, მაგრამ ეგეთ პატარ-პატარ რაღაცებზე მოკლედ ძირითადად არ დაძდევენ ხოლმე როგორც წესი რა. და ამ ამონაწერს მივაწერთ, რომ აი ამა და ამ დროს გერმანიაში თქვათ ერთგან ვიყავი, მეორეგან ვიყავი, მესამეგან ვიყავი, ვერ ვნახე პარკინგი და მომიწია აი 2 წუთი გადაცელა, ან 3 წუთი, ან თუნდაც 10 წუთი და გინათ 15, რა სიზავთ. ეგ გერმანიაში ყველა პატრულმა იცის.
რომ საღამოც საათები ჭირს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ თავი ბოლომდე გაწურეთ და ხო, ასე რომ ვთქვათ, მიხვედით პარკინგზე და პარკინგი არ დახვდა და მე და არა, მანამდე უნდა გქონდეთ ნასიარულები. მანქანა ხო იმახსოვრებს, რამდენით მიდიხართ, როდის გადააჭარბეთ, როგორც მანქანა აქ აჩვენებს, იგივე ყველაფერს ეს იწერს. და ტახოგრაფის ბარაც რო ამოიღებენ, მაგით ხდება თქვენი შემოწმება. ან აი აქ შუაში შესარჭობი აქვს ფლეშკის, შეაერჭობენ ბლუთუზი და საერთოდ არაფერს არ ამოიღებენ, ისე ბლუთუზი დაუკავშირდებიან იქით. ან ამ ახალ ტახოგრაფებს აქვს ფუნქცია, რომ წინ მანქანა პატრული რო დაგიდგეს, წირო პატრული თუ დაგიდგა და ესე ნელა მიყვება, ესე იგი შენ ტახოგრაფს ამოწმებს აქ. და თუ რაღაცა არის, ესე ამოშლის ტაბლოს, ან უკანა შუშაზე დაგიწერს, გამომყევი ინგლისურად ან გერმანულად, კარგად პატრული თუ წინ მიყვებათ, უკვე ჩათვალეთ ისახართ, რა ქვია, 99% შეგიყვანთ რომელიმე იმასზე, რა ქვია, რომელიმე პარკინგზე და მოგთხოვთ საბუთებს ან რაღაცას. სულ ერთხელ ან ორჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც შენ წინ დადგა პატრული, მაგრამ წავიდა. ერთხელ დადგა პატრული და მე დავაგდე სიჩქარე, დავაგდე და ნეცოცა 1 კილომეტრი, 2 კილომეტრი იმანას დააგდო და ბოლოს ესეთი ზევით ბაგაჟინგით რაღაცა ადგათ რა და ამოწია ელექტრონული, როგორც აი ისრებს რო აჩვენებს, აქ ის არის გადადიო, ეხლა წეღან რო იყო ვიდეოში. ეგეთი ამოშალა და თამამკაცი გამომყევია რაღაც ინგლისურად დაწერა, აღარ მახსოვს როგორი სტოები იყო. და მოკლედ ამოშალა ის და გამომყევიო და გავყევი რა და მაშინ მანქანაში ამოწეს, მე საერთოდ არ შემოწე, უბრალოდ მანქანაში ამოწეს ინგლისში. ტექნიკურად თუ იყო გამართული, თქვათ, ადბლუ თუ რაღაც გამართულად მუშაობდა საბურავები და რაღაცები და საბურავზე რაღაცა იპოვეს, ამაზე ხარ არაფერს არ გეტყვითო, მაგრამ ცარციც მოიშედა, შენს უფრო ზუთხარიო რომ მე შეცვალოსო რა. რაღაც ეგეთებიც ხდება მოკლედ. ხო და აი მაგრას პეჩატკას რო ამოიღებთ, მე მიაწერთ, რომ ესა და ეს სიტუაცია მქონდა, იქ დამახსოვრებული ექნება, მაგრამ თქვენ რასაც წერთ, ის დამახსოვრებული უნდა ემთხოვდეს თქვენს დანაწერს იქ. ხო და თქვენ თუ პირდაპირ დაადეთ თავი და 8 საათი და 58-ზე დაიწყეთ პარკინგზე და მანამდე მანქანას არ ქონდა დაფიქსირებული, აი თქვენ შენელდით 90-დან თქვა ჩამოხოდით 50, 30-ზე, 20-ზე, 10-ზე და უკვე ამ პარკინგზე შეხვედით, მაგით ხვდებიან, მაგას პარკზე შეხვედით თუ არა. და თქვათ ის 300 მეტრი არ გაიარეთ 10 კილომეტრით მერე გააჩერეთ, ანუ რაღაც ასეთი ჟესტებით ხდებიან, რომ თქვენ სიმართლეს იძახით თუ არა. ხო და თუ ბოლომდე იარეთ და რასპეჩატკაგავთ, ეგ არ გიშველის, მაგრამ ეგ ეს მე როგორც გეუბნები, ანუ ის დამატებითი 1 საათი, 10 საათი რო გაქვთ კვირაში ორჯერ, მხოლოდ იმიტომ გაქვთ, ეგ არის თქვენი დრო, ეგ არ არის სამსახურის დრო წესით. ეგ არის თქვენი დრო, რომ კვირაში ორჯერ ახლა მეტი რა უნდა მოხდეს, რომ პარკინგი ვერ იპოვოთ, ხო, იმ 9 საათში და 9 საათში პარკინგი თუ ვერ იპოვე, აი რომ გადაიმატო ის 1 საათი, 1 საათში ყველა ვარიანტში ყველგანს ნებისმიერ ქვეყანაში იპოვი პარკინგს. ახლა თუ მარტო პარკინგები ეძებე გერმანიაში, მთელი გერმანია რო გაიარო, აზრი არა აქვს, მარტო პარკინგებზე ღამე აზრი არა აქვს გერმანიაში, არ არის და ბევრ სხვა ქვეყანაში, მაგრამ არის რა, ბევრი ადგილები, სადაც შეგიძლია აგერ აპლიკაციაა დღესდღეობით და შეგიძლია აპლიკაციით იმას საქმე, რა ქვია, იპოვო. ეს რასპეჩატკა ყოველთვის არ არის იმის გარანტია, რომ აი ხა მაგალითად აი ხა ძალიან ცუდად მომიწია, რომ ვერ დავაგდებდი აქეთ მანქანები და ის, მაგრამ ხა იმან დააგდო უკვე და იმან ახან დააგდო, მე გავაგრძელე სიარული. ესეთებიც ხდება, ყველაფერი ხდება მოკლედ აქ. და როგორც მე ვიცი, რომ ხა ასე უნდა მოხდეს, იმათაც ყველაფერი იციან და ანუ არეულობა, ესე რომ ვთქვათ, აქ არ არის ქუჩაში, არეულობა. რომ გამოცანა უნდა გამოიცნო რა ხდება, აქ გამოცანები აქ არ არის. აქ არის ბევრი სხვადასხვა სიტუაცია, დალაგებულიც, ლამაზიც, ურთიერთგაგებაც, ცოტა გაუგებრობაც, მაგრამ ყველაფერი ეს სიტუაცია არის ერთი და იგივე და ეს ყველა მიცის, ყველას აქ ეს სიტუაცია თითქმის გავლილი. და ყველა არის მოლოდინში, რომ ეხა მე გადავალ, ან თუ ჩემს გვერდით მანქანა დგას, ეხა ეს ვერ გადავა და მე დავაგდებ და ძირითადად 95% ასე ხდება, მაგრამ ხანდახან არ ვიცი ეხა ადამიანი ვინმე ითიშება თუ უბრალოდ ჩამოსულია და პირველად შეიძლება ნაკირავი მანქანაზე ის საერთოდ პატარა მანქანი და ის რაღაცას აკეთებს, საიდანაც იყოს, რა ვიცი, ან უკრაინიდან, ან სხვა ყირგიზეთში, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება. ეგეთები არიან, მაგრამ არის ხოლმე ეგეთებიც ყველგან სხვათა შორის. განსაკუთრებით ეგეთია, აი მაგალითად იტალიაში ციან ჩვენნაირი ტარება, აი გაუგებარი და გამოცანები ტარება, მაგრამ ეგ მხოლოდ იტალიას და საქართველოს ბრალი არ არის, ეგ არის ინფრასტრუქტურის ბრალი, როგორაა მოწყობილი. ხა თუ ხედავთ ავტობანებზე, ინგლისში კიდე უფრო მაგრა არის, ეს გამოსასვლელი ადგილები არის დიდი. და მანქანა რო გამოდის, ის წვეტილი ზოლები რო იწყება, წვეტილი ზოლებიდან იქამდე კაი მანძილია, რომ დაჟე აი ჩვენს კი რო ტრაილერი რო ნელა კრიფავს, ის მანძილია რო აკრიფო, რომ მე ამ ნაკადში ჩადგე.
თორე პირდაპირ გამოსასვლელი იყოს აქ მე 20, 30, 40, 100 ესენი გადამივლიან, ხო? ხო და ეგრე არ არის და საქართველოში ეგ ბევრგან არ არის, მაგალითად ნაბერეჟზე რო ჩამოდიხარ ხოლმე, რო უერთდება ხოლმე ბევრი გზები და ნუ მოკლედ ბევრგან არ არის ეგეთი ინფრასტრუქტურა. ასევე არის იტალიაში ზუსტად იგივე და იტალიელები და ქართველები იმიტომ გვანან მანქანისტარებით მანერით ერთმანეთს. იქაც ესე გამოძრომა, გახტომა, გადახტომა, გადმოხტომა, ანუ ეგ ერთ და იგივე რასაც აკეთებს ადამიანი, ხო გეუბნებით იმას მე ის უჯდება და იმას იმეორებს და ეხლა ერთ და იგივე მისამართზე რო დადიხარ, შენ და გამოსასვლელი არ გაქვს და იქ უნდა გამოხტე, ხო? იმიტომ რომ სხვა არ გითხოვს, ის სხვა იმიტომ არ გითხოვს, რომ ის სხვა ცალკას გამოხტა უკან და იქ უნდა ჩახტეს. მე რანუ გზა როცა არ გიწყობს ხელს, უკვე ეგეთ მანერას ეჩვევი. კი ბატონო, დღეს დაუთმობ ვიღაცას, ხვალ დაუთმობ, მაგრამ ზეგ შენ გექნება რაღაცა პრობლემა, ვერ დაუთმობ და მე ეს რო წლები მიმდინარეობს, უკვე ყველა ამას ეჩვევა. მაგრამ ეგ მაგ ყველაში ხომ ეს გავდივარ, არა ხო ჩამოვედი აქ, მაგრამ აჰა, აქ რო გიწყობს ინფრასტრუქტურა ხელს, აქ ეგრე იქცევ. იტალიაში მე ხო ასე დავდივარ აქ, მაგრამ იტალიაში რო ჩავიდე, იტალიაში იგივენად უნდა მოიქცე, იმიტომ რომ არ აქვს სხვა გზა. არ არის ესე, კი იქაც არის რა თქმა უნდა კაი გზები, მაგრამ ბევრგან არის, აი მილანში და ეგეთ ქალაქებში, დიდ ქალაქებში განსაკუთრებით, გამოდიხარ და ეგრევე ნუ აი იმ დიდ ნაკადში უნდა როგორღაც უნდა შეეტენო რა რაღაც ესე სიტუაციები არის ძალიან ბევრი. ხო და ძალიან დიდი როლი აქვს აი ამ ინფრასტრუქტურას. აქ იმიტომაა შედარებით შვიდით, რომ ტრაილერით ესე მშვიდად ეხა ვერ ივლი, მე ვფიქრობ საქართველოში. საქართველოში ტრაილერით ბევრს ვერ ცივი, სულ ერთი ავტობანი გვაქვს იქ და ის არის რა ქვია, მეტი არა გვაქვს, მაგრამ აქ იმდენი ავტობანები, ანუ ეს რო საქართველოს იყოს და აქ გამოსასვლელები რო არ იყოს, აქ იქნებოდა სრული ქაოსი, აი უბრალოდ ქაოსი იქნებოდა ყველგან. ნახეთ ასევე რომ მივდივარ დიდი წყვეტილი ზოლები და პატარა წყვეტილი ზოლები დაიწყო. ნახე აქაც და აქაც. აქ წყვეტილი ზოლები თუ ემჩნევა, პატარა წყვეტილი ზოლებია, იქ ფართე, ხვდებით? ანუ ეს პატარა წყვეტილი ზოლები ნიშნავს, რომ გზიდან გადასასვლელია სადღაც, ის ფართე რო სადღაც შესასვლელია. ანუ პროსტა წყვეტილი ზოლები კი არა, ნახეთ ახლოსაა პატარა წყვეტილი ზოლები, ხვდებით? ეს პატარა წყვეტილი ზოლები ნიშნავს, რომ აგერ გზა გაიღო. ორი აქ დამხარე არის ჩემი, ორი იქ და არ არის ჩემი. როგორც კი პატარა ზოლები იწყება, სულ რომ ნავიგაციას არ უყურებდეს, ესე იგი იქ სადღაც გადასახვევი მოდის უკვე. ასევე არის რამოდენიმე ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაშიც არის, ესპანეთშიც არის, საფრანგეთშიც არის. ესეთი ფართე ზოლები, ხო? ესეთი ფართე ზოლები უფრო სხვანაირი და უფრო სხვადასხორებით იწყება მხოლოდ ჩვენთვის, ტრაილერებისთვის. და იქ აწერია, რომ მხოლოდ ტრაილერების ის არის, რა ზნაკი არის, ეხა აღარა მაქვს ეგ ვიდეოები, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, წამეშალა ყველაფერი და დამიბლოკეს არხი, თორემ იქ არის ეგ რომ მაგას როგორც კი ხედავთ, ეხა ამას იქით მივყავარ, იმას აქით. როგორც კი ეგ ფართე ზოლები იწყება, ესე იგი იწყება აღმართი, სადაც დიდი აღმართი და ტრაილერები ჩქარა ვერ ადიან, სიჩქარეს აგდებენ და ტრაილერების ზოლი არის ეგ. ეგეთი ზოლი საქართველოში ფიზიკურად არ არის. აი მაგალითად, მაგრამ პირველ პრინციპში ხა ავტობანი რო გააკეთეს, აღმართები არ უწევს, მაგრამ აი ძველი პერევალი რაც იყო, ხო? მან რო დიდი აღმართი იყო, აი ეგეთი დიდ აღმართებზე აქ ეგეთი ძალიან განსხვავებული, ანუ ეგეთი ფართე ზოლები და წყვეტილი ზოლები აქ არსად არა და ზნაკის რა თქმა უნდა თან ახლავს. მაგრამ ზნაკი რო გამოგჩეთ მაგ დროს ან აბგონზე გადიოდეთ ან რაღაცა, ხო? მაინც იმ ფართე ზოლებით მიხვდებით, იმიტომ რომ ეგეთი ფართე ზოლები სხვაგან არსად არაფერს არ აქვს. და ეგ არის მოკლედ თქვენი ის რა ქვია, თქვენი ასასვლელი და ამასობაში ეხა გავივლი ბრუსელს. აქითობას გამოვიარე ანტვერპენი და გენტი, იქითობას რახან დაცლა მაქვს, იქითობას გავივლი ბრუსელი გავდივარ ეხლა მე. ბრუსელშიც რამდენიმეჯერ ვართ მე და ჩემი მეუღლე ნამყოფი, გენტშიც ბევრჯერ ვართ ნამყოფი, ანტვერპენშიც და მოკლედ ყველა ძირითადი ქალაქები რაც არის პრინციპში ნამყოფი ვართ. ოღონდ ისე არ ვიძახი, ხა მე თქვენ რო განახეთ, ეგრე ინგლისში რო გავიარე და გავიბოდიალე, ეგრე არა, ეგ არაფერი გავლა არა, ეგ უბრალოდ სიარული მინდა ხოლმე ყოველდღურად და სადღაც ხომ უნდა ვიარო, ტრაილერს წრეზე ხო არ ვივლი, ამიტომ დავდივარ, თორე მოგზაურობას როცა გეუნებით, მე მაგალითად 20 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, როგორც მაგალითად დუბაიში ვარ ორჯერ ნამყოფი და ეგ ჩავფრინდით რაღაცა სასტუმრო და ასე შემდეგ. ანუ სასტუმროდან რო გამოდიხარ ადამიანი, სასტუმროდან რო გამოდიხარ და მე რაც ხდება, აი მაგას ვეძახი მე მოგზაურობას. ხდები ტრაილერით მოგზაურობას, ანუ ტრაილერიდან რო გადიხარ, აი იგივე სასტუმროდან რო გადიხარ და რას აკეთებ მე ადამიანი, ხო? ანუ როცა სამოგზაურო დავდივართ, ანუ შესაბამისად ვიცმევთ, ვარჩევთ რაღაც ადგილს, მაგალითად თუ პარიზში ვარ, ეიფელის კოშკს მოვინიშნავ, იქ უნდა მივიდე, ვიტყვი, აი გზევით უნდა ავიდე.
მე თქვა რაღაც ღირსშესანიშნაობებს ნახავ, მოდი ახლა პარიზში რომელიმე კაფეში მოდი რაღაც დავაგემოვნო და ნუ როგორც არის ხოლმე. ან ნებისმიერ სხვა ქალაქში ეს იქნება იტალიაში, მილანი მაგალითად თუ ესპანეთში ბარსელონა. ნუ არა აქვს მნიშვნელობა, მოკლედ სადაც მივდივართ, მოგზაურობა ძირითადად დასვენებას არ უკავშირდება, ძირითადად დაღლას უკავშირდება მოგზაურობა, იმიტომ რომ იქ მიდიხარ რომ ნახო რაღაცეები და დასასვენებლად წასვლა არის წადი მთაში დაჯექი და სიჩუმეში ხავი და დაისვენე და განისვენე, რა ვიცი. ხო და მოგზაურობით რომ მივდივართ სასტუმრო და რომ გამოვდივართ, შესაბამისად ვიცმევთ რაღაც შესაბამის ადგილს ვეძებთ, ასევე ძალიან ხშირია და რაღაც უფრო დავამუღამე. ორსართულიანი ავტობუსები დადიან ხოლმე, მით უმეტეს ზაფხულში კაბრიოლეტები და დაждები ამ ავტობუსზე და ანუ საათნახევრიანი, საათიანი, 45 წუთიანი ტურებია და ყველა ღირსშესანიშნაობასთან მიყავხარ, ასევე შეგიძლია ამ ავტობუსით ჩამოხვიდე, მაგალითად აქ მაგას სპეციალური გაჩერებებია და იგივე ბილეთით შენ შეხვიდე იმ რაღაც ციხესიმაგრე, მაგალითად ნახო, გამოხვიდე და იგივე ფირმის ავტობუსი მოვა და შემდეგ წაგიყვანს კიდე, ან თუ ვაფშე არ ჩამოხვიდე ავტობუსიდან და ერთ წრეს ამ საათნახევარში იქ ცენტრში რაც არის სანახავი ყველაფერს განახევს. თან ზევით ზიხარ, გადახსნილია ისა და ასწორებს რა. ასევე არის სხვადასხვა ესეც სადაც წყალი უწევს ეგეთ ქვეყნებში, იგივე ოღონდ გემები არის, იახტებია, პატარა იახტები, სადაც ქალაქებში ნელი მოძრაობით დადიან გემები, ეგეთიც არის კაბრიოლეტები. და რაღაც ანუ იქ მოინიშნავ ადგილს, იქ მოინიშნავ ან ავტობუსზე ახვალ, ან რაღაცა, მე რაღაცა იქ მოგშვიდება ამასობაში რაღაც კაფეში შეხვალ, ან რესტორანში, ან რაღაცას დააგემოვნებ, ხო? ანუ ეს არის მოგზაურობა. როცა მოგზაურობას ვიძახი, ამას ვეძახი, მოგზაურობას და ასე გვიმოგზაურია მე და ჩემი უღლეს და მეც მარტო და სანამ წამოვიდოდი ტრაილერზე ზოგადად მოგზაურობით. ამას ქვია მოგზაურობა და არა ის კი რომ ტრაილერი გააჩერე და რაღაც 4 კილომეტრი გაიარე. ეგეც კაია, ეგეც ასწორებს რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არის უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეტი არაფერი. მით უმეტეს ხშირად სიმშვიდეა ხოლმე აქი და ეს ხეების შრიალი, ჩიტების ჩიტი, ნუ გამშვიდებს რა ადამიანს, თან ფიზიკური აქტივობაც გააქვს. ასევე არის უბრალოდ შევლით რო შეხვალ რა. მაგალითად მქონია შემთხვევა რომ რაღაც მივედი დილისაც საათზე და არა ჯიგარო შენ ჩაწერილი ხარ 4 საათზე გაქვს დატვირთვა. და რა ვქნა, უნდა დაველოდო 4 საათამდე, ხო, არ და 20 საათზე რომ დავიტვირთო, დავიტვირთები, მაგრამ შორს ვეღარ წავალ, აზრი აღარ აქვს, უკვე დატვირთვას 1 საათი, 2 საათი უნდა ხოლმე ხანდიხან და სულ 3 საათი, მაგრამ ამიტომ აზრი არ აქვს. ეგეთ შემთხვევაში, რო ვიცი რომ დილის საათიდან იქ უნდა ვიყო, უკვე რამდენი საათი მაქვს, ხო, 1 საათი, კაი თქვა მომზადებას, ნახევარ საათი წასვლას, იქ 3-4 საათი ხარ, მე უკან მოდიხარ და ეგეც მოგზაურობაში გადის, მაგრამ თლათ არა, ეგ უფრო გავლაში გადის რა, მოვხვდი და გავიარე რა. მაგრამ ისე რომ იცი რომ დღეს მიდიხარ და 45 გაგიწევს იქ და მე და ჩემი მეუღლე ბარსელონაში 4 დღე ვიყავით მაგალითად და 4-ვე დღე უბრალოდ დილით რო გავიდოდი და მოვდიოდით. მაგრამ მაინც არ გვიყო 4 დღე ყველაფერს ანახავთ, იმ ხილაა და იმდენი რამეა მანც ანახავთ. ხო და მოგზაურობაში გულისხმობ მოკლედ მაგას და არ ვიძახი იმას რომ რაღაც მოხდი. ეხა კი, აი ეხა წამოვედი პოლონეთიდან, წამოვედი პოლონეთი, ჰოლანდი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, ბელგიის ორი ქალაქი, მესამეს ეხა გავვლი, კაია, კი, რა თქმა უნდა, კაია, მაგრამ მოგზაურობა სხვა რამეა და სამოგზაურო ძალიან ბევრჯერ გექნება სიტუაცია, რომ იმოგზაურო და დაგეგმავ წინასწარ. ან მოხვდებით შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ 45 საათზე აქ ჩავრჩი, ან 20 საათზე აქ დავრჩი, ან დაიკეტენ, ან რაღაც აღარ იღებიან ორშაბათამდე, ან დასვენებაა და ესპანეთში მოგვიწია მაგალითად ეგრე კიდე 3 დღე გაჩერება დასვენებები დაემთხვა რაღაც ბილბაოში. ეხა ერთი თვე და ორი თვე არა, მაგრამ როცა აი ჩემი ძმაკაცი მაგალითად ჩამოვიდა ერთ და იგივე რეისებს დადის მარტო, всё. ნუ მორჩა და მან დადის და მორჩა, მაგრამ მე რო სხვადასხვა რეისები ავირჩიე და სხვადასხვა ისინი ბევრგან მოხვდი. ჩემი ძმაკაცი ხა ფიზიკურად ვერ მოხდება და ვერც მე ვერ მოხდები ხა ფიზიკურად აქედან შვეიცარიაში, იმიტომ რომ პოლონეთ ინგლისის რეისზე დავდივარ. რა, ბევრი მძღოლი ვიცი რომ არ არიან ნამყოფი პორტუგალიაში, შვეიცარიაში არ არიან, იგივე ჩვენ სამსახურში შვეიცარიაში არ არიან ნამყოფი, ინგლისში არ არიან ნამყოფი და ასე შემდეგ ბევრ ქვეყნებში არ არიან ნამყოფები რა. და აქ მუშაობენ ჩემზე მეტი ხანია. ხო და ეგ მე მინდოდა უბრალოდ და მე ვირჩევდი, მე თვითონ ვირჩევდი რომ მეთ მოდი ახლა იქ გამიშთ, მაიტა რა იტალიაზე გამიშთ ხა რაღაც საკეთებთ ახლა აღარ მინდა ესპანეთი, თქვა მოდი იტალიაში წავალ, მოდი შვეიცარიაში წავალ და ყველა ჩამოსვლაზე მივდიოდი სხვა ადგილას. და სხვა ადგილას რო ასე ეგ მიმართულები დადიხარ დღეს ჰოლანდია, იტალია, მერე 2 თვის მერე რაღაც შვეიცარია, იქით ინგლისი, მერე უკვე ერთ ეგივე ადგილებში ამუღამებ სად რა, როგორაა გეგმავ და ახორციელებ და რა ვიცი ცხოვრებაში გეწერება თკბილ მოგონებებად ესე რო ვთქვათ რა. ეხლა ვარ მოკლედ ბრუსელის ავტობანს გავდივართ, აი ეხლა ბრუსელის აეროპორტს ჩავივლით, ეგერ თუ ჩანს
ვერტფრენი რო არის დაახლოებით მაგის უკან აიაგერ ვერტფრენი არის და მაგის ქვევით არის დაახლოებით აეროპორტი. ეხლა მანდ გავიდით. შეიძლება თვითონებიც აფრინდ. პარიზში მაგალითად არის ასაფრენი ბილიკები ხიდზე და რამდენჯერ რო გადიხარ ხიდქვეშ შენს თავზე გადადის ესე რო ვთქვათ რა. ჰოლანდიაში მაგალითად არის აეროპორტები, სადაც გვერდზე მიუყვები და შენს გვერდზე ფრინდება, აიაგერ ფრინდება თვითონავები. რამდენი ხანია ეხა ესა გაჩერებულია და რაზეა გაჩერებული გასაკეთებს და აი თვითონავი აფრინდა ეგერ აი იმდენად მალე ფრინდებიან თვითონავები რომ მაგალითად დიდი ქალაქები რაც არის პარიზი, თურქეთში თუნდაც სტამბული და ასე შემდეგ აი მაგალითად თურქეთში ერთხელ ველოდებოდით უნდა ჩამოსულიყო ვიღაცა და დავინიშნე რა და წუთ ნახევარში თვითონავები ფრინდებოდნენ და ჯდებოდნენ. რო გახედავთ აი ესე ხო ჯდება ერთ თვითონავი გინდა ინგლისში მე რო გავდივარ ეხა იქ აეროპორტს. ხანდახან არის ხოლმე მომენტი რომ ერთ თვითონავი ხო ჯდება, მეორე მოყვება უკან, კიდე უკან და ერთ 7-8 თვითონავ შუქებანთებულ შენ თვითონ ხედავ. და ერთი რო დაჯდება, ერთ წუთში მეორე დაჯდება, მერე მესამე დაჯდება, მეოთხე დუბაიშიც ასევე ანალოგია. დიდ ქალაქებში ზოგადად ესეა ხოლმე რა. ხოდა ეხა კაცმა შეიძლება თქვას რომ ეხა თვითონავი აი თუ არს აფრინდება, მერე რაო, მაგრამ რაღაც მაინც ეხა მე მაგალითად ტექნიკა რახან მიყვარდა ზოგადად ბავშვობიდან რომ პილოტობა მინდოდა, მიზიდავს ეს საფრენი აპარატები ესე რო ვთქვათ რა და მე რამდენჯერაც მაგ მომენტს ხედავ, რაღაც გული ისე სიხარულით მევსება რა და ვიღაცა შეიძლება ცხოველები უყვარდეს, ცხოველები მეც მიყვარს და რამდენჯერაც ირემს ვნახავან რაიმე ისეც მაშინას და ეს პატარ-პატარა ვითომ არაფერი მომენტები, ვითომ ეხა გასმა შეიძლება ესე ცალკე რო აიღო არაფერი, მაგრამ ეს პატარ-პატარა მომენტები რაღაც კაი ბუნება, ის ჩიტების ჭიკჭიკი, რაღაც წესიერ კაფეში რო შეხვალ, წესიერ თუნდაც იმ კალონკაზე რო შეხვალ და ეს ყველაფერი ხო განწყობას გმატებს ადამიანს, ხა კაი განწყობაზე უფრო დალაგდები და უფრო რაღაცას მოიფიქრებ და გააკეთებ და ზოგადად ცხოვრება უფრო წყვილმოგონება და გამახსოვდება თუ იმაში რო ცხოვრობ, რა ქვია, რაღაც მიგდებულ უბანში, დაანგრეულ სახლში და ასე შემდეგ რა მოკლედ, ანუ თვითონ რო გამოდიხარ და დილიდან საღამომდე არაფერს კარგს რო არ ხედავ, აი რომელი უფრო კარგად და გამახსოვდება ადამიანს და რომელში უფრო მეტი შანსი გაქვს ადამიანმა, ასე ვთქვათ, უფრო ცხოვრებისკენ გადაიხარო ვიდრე არსებობ, ხო? ხო, მოტოციკლეტები აქ ძალიან ბევრი დადის, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ისე და ისე პარიზს შევეხები და იგივე თურქეთი და იგივე ესპანეთი და იგივე იტალია. და ძალიან ისეა რა, ანუ თურქეთში ყველაზე მოწესრიგებული იყო, რაც მე ვნახე. იმიტომ რომ თურქეთში საცობში რო დგეხარ, მოტოციკლეტები ჩვეულებრივად, რა ვიცი, სტამბულს გულისხმობ, რა ვიცი, 60-70-ით ესე რიადება ჩადიან ხოლმე და მან კარს არავინ არ გააღებს და ისედაც კარ რატომ უნდა გააღო, იფიქრებ ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინახია ბევრჯერ იგივე საქართველოშიც შუა ავტობანზე, ხო, რაღაცე. ნუ თურქეთში ყოველ შემთხვევაში მოწესრიგებულადაა და აქ ცოტა საფრთხილოთაა მაინც რა. იმიტომ რომ მანქანი ზუსტად შუა ვარ, ცოტა იქით ხო დავდივართ, ეხლა ცოტა ვიღაც აქით მოიწვიეს, თქვენ იქით, იქიდან მოტოციკლეტი მოდის რა და დიდ ქალაქებში მეტი ყურადღებაა საჭირო და ზოგადად ნავიგაცია, აი თუ ევროპაში მუშაობ და ამ დიდ ქალაქებში არ გაგივლიათ, მაშინ ნავიგაცია ვიციო, არ უნდა თქვა ადამიანმა, იმიტომ რომ იმ დიდ ქალაქებში ყველა ვარიანტი აირევი და ყველა ვარიანტი შეგეშლება და ავტობანზე რომ უნდა იყოთ, აღმოჩნდებით რაღაც იმაში. ანუ ამ პარიზს ეხა ისევ პარიზი მინდა ვახსენო, იმიტომ ვახსენებ ბევრჯერ რომ პარიზში ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება მაგ ქალაქზე, ბევრნაირი მაგალითად გვირაბებში გადიხარ ერთ მიმართულებით უწახვალ და გვირაბებში იმდენი გადასახოვებია და იმდენისა, გვირაბში ნავიგაცია არ არის, ეს გეუბნება GPS სიგნალი არ არის და всё, ზნაკებით უნდა გამოხვიდე. თუნდაც შვეიცარიაში გადადიხარ და უკან გადმოდიხარ, მერე უკან არის რამოდენიმე გადმოსასვლელი შვეიცარიიდან, სხვადასხვა ადგილებში გამოდიხარ, მოკლედ ერთი გერმანიაში, ერთი გერმანიის იქიდან მხარეს და ერთი იქიდან მოკლედ სხვადასხვანაირადაა და მანდაც ის არის რა ქვია, გვირაბში ხარ და აღარა გაქვს ნავიგაცია, არც ინტერნეტი გაქვს, არაფერი გაქვს და ზნაკებს უნდა გამოყვე. ერთი შეგეშლება და ისე უკან მიდიხარ, რო გონია რომ გადმოდიხარ გერმანიაში, აღმოჩნდება რომ ისე შვეიცარიაში შედიხარ უკან. ხო რა. ძალიან ბევრი დეტალი და ბევრი ნიუანსებია. მაგ ხრივ ეხა დასვენებული ვარ, ანუ ეხა ვისვენებ, ჩათვალეთ ერთ ეგ რეისებს დავდივარ, ეს ბრუსელშიც კაი ხანია ხა არ ყოფილვარ და მაგრამ ხო გეუბნებით, იქით თავიდან თელ ევროპაზე უნდა იმუშაო და მე მოგბეზდებათ, მით უმეტეს ეხა მე მარტო
მარტო უკვე აღარც ამაქვს ხალის სიმართლე გითხრათ წავიდე და უბრალოდ ეს ჩემთვის დავბოდიალობ ხოლმე უბრალოდ ფიზიკურად ვიარო თორე მეუღლესთან ერთად მაგრა ასწორებდა სიმართლე გითხრათ აი ძალიან კარგი იყო რა და მარტო ცოტა მოსაწყენია მარტო კაცი ჭამაშია ცოდვაო ხო გაგიგიათ არა ანუ ეს დიდი ქალაქების და ეს დამახასიათებელი აგერ საცობები აი რა ვიცი ახლა ნახეთ რამდენი საცობებია და აი ანტვერპენის ისა ბელგიის პოლიცია გაჩერებული ყავთ ციგარი ისა რა ქვია ანუ ავარიები არის აქ, მაგრამ იმდენად ლაითი ავარიებია ხოლმე და ისე გადაკეტავენ და აი შეიძლება ვერთხელი მოფრინდეს და რაღაცა. აქ სერიოზული ავარია ძალიან იშვიათად რო ნახოთ სადმე. ძალიან იშვიათად აი სამწუხარო ჩვენთან რო აჩვენებენ რომ აი პერევალს და იმაზე აი მარშრუტკა და ავტობუსი მცუძე არ მინდა ველაპარაკო. აი ეხლა ნახეთ ნაკები, გადავედით ჩვეულებრივად სამი ძალიან ბევრი ზოლია და გადმოვდივართ აქ. ჩვენი ზოლი ყოველთვის არის აქით. თუ არ იცით, ანუ ჩვენ სამი ზოლიდან შუაში არ მივდივართ. თუ თავისუფალია ჩვენი ყოველთვის აქით არის. ან ინგლისში იქით ამხარე მაშინ. აი ხა აქ ნახეთ 5 ზოლია, 5-დან 2 დამიყენა. ანუ 1 2 3 4, ანუ ეს 2-ია ჩემი, ეს ჩემი არ არის. აგერ ეს პატარა წყვეტილი ზოლები ნიშნავს, რომ აი ამ დიდი წყვეტილი ზოლებიდან გადმოსახვევი ხო იყო, ესე იგი პატარა წყვეტილი ზოლები კიდე გადმოსახვევიდან გადასახვევია, ესე იგი. თავიდან მარტო ამ ნავიგაციის ყურებაში ხართ ხდები და ძალიან ირევით რა, ანუ ბევრი ამდენი გადასახვევები არ არის ხა ჩვენთან და ფიზიკურად მთელი ცხოვრება რო იცხოვროთ მარტო საქართველოში, მარტო ეხა მე დღეს რას გადმოვიარე, ამდენ გადასახვევს, ანუ გამოცდილებაში ვერ გექნებათ მაგდენი გადასახვევი, რაც ეხა მარტო მე დღეს მოვდივარ თქვათ. მაგრამ მე უკვე ამ ყველაფერს რო ეჩვევით, უკვე წინასწარ იცით რა და თუ ბოლო-ბოლო რაღაცა გამოგჩათ, ან რაღაცა ზნაკებსაც უყურებ და ნუ მარტივად ხართ რა, მაგრამ თავიდან ნუ გექნებათ ნუ რა ვის მოლოდინი რო ესე ხა როგორც მე დავდივარ თქვათ, ესე ყველანი ივლისი. და ვერც მალე ვერ ივლით, მაგრამ ყველამ ქნაი, ყველამ გააკეთა, ყველამ გაართვა თავი, ხო გეუბნებით. ყველამ გაართვა თავი. იმნაირებმაც გაართვეს თავი, რომლებზეც არ მეგონა რომ გაართვებდნენ თავს არასდროს, მაგრამ რა თქმა უნდა ძნელად, მაგრამ მაინც გაართვეს თავი და მაინც მუშაობენ და ფულს მაინც გამოიმუშავებენ. ეხა ჩემსავი თავისუფლად არიან თუ არა და ჩემზე უფრო გამოცდილი მძღოლებები თავისუფლად არიან თუ არა, ალბათ არა, დღესაც ალბათ არ იქნებიან, მაგრამ მეც ეხა მაგალითად 5 თვის ბრძოლი რო ვიყავი, უკვე გამოცდილი მეგონა ჩემი თავი, მაგრამ მაინც რამდენი ეხა დღევანდელი გამოსახედა რო უყურებ, გინდა 1 წლის ბრძოლი რო ვიყავი, 9 წლის გამოცდილება რომ მქონდა, იმას ცოტა ისე უყურებდი. 2 წლის წინ გამოცდილებას ეხა სულ სხვანაირად უყურებდა. ამიტომ აქ ითხოვენ ხოლმე გამოცდილებას 6 თვიდან, 1 წლიდან, 2 წლიდან, 3 წლიდან და არ მესმოდა ეს ამას რატო ითხოვდნენ. სხვადასხვა ნიუანსები ქონია, ანუ 3 წლის ზღოლი რო ხარ, 4 წლის ზღოლი რო ხარ და 2 წლის ზღოლი რო ხარ, უკვე სხვა რამეები გაქვს, ბევრი რაღაცა გაქვს გადალახული, იგივე მარტოობა, იგივე სხვადასხვა სიტუაცია, იგივე თოვლი, ყინვა, რა ვიცი, ბევრი სიტუაცია გაქვს გადალახული ადამიანს ძალიან. და იმიტომაც ითხოვენ ამას, თორე მეთქი რამშლობა, ხა დავჯექი ერთი კადენცია ვიმუშავე, თქვა 2 თვე და ვსვი, აი ვიცი რა, ხა ტრაილერს ვატარებ, ვიცლები, ვიტვირთები, მეტი რა გინდა, ხო? მეტი რა გინდის გარდა სტაბილური მძღოლი რო გერქვას და აი ფირმა უკვე რო შენზე დაყრდნობილი იყოს, მაგას სჭირდება უამრავი სხვადასხვა სიტუაციის გავლა. იგივე სხვადასხვა დისპეჩერებთან როგორ ურთიერთობ, ხელმძღვანელობასთან როგორ ურთიერთობ, შენ დროს როგორ ხარჯავ, რამდენად საჩკაობ, ესე ვთქვათ, რამდენად ტვინს ჭამ ზედმეტი შეკითხვებით, რამდენად მოწესრიგებულად დადიხარ და თქვათ შენ ფირმის სახეს წარმოადგენ, ასე თქვა და რამდენად აჩაჩული დადიხარ თქვათ იმეებზე, იმიტომ რომ ახალ ლოჯისტიკას რო გააზრობენ და ახალ კლიენტს რო გააზრობენ, ისინი სხვა აკვირდებიან ჩვენს ფირმას. ჩვენ ფირმაში თუ ეხა რაღაცა ისე პახმელიაზე გაიჩნდება, გაუპარსავიან, რაღაცა ხო ხტები. ყველა ბევრ რაღაცას აქცევენ ძალიან ყურადღებას, აი ძალიან ბევრ რაღაცას ექცევა ყურადღება და ეს ბევრ რაღაცა დიდ დროში იფილტრება რა. და იმიტომაცაა მე რომ გადადიხარ 75, 80, 85, 2-3 წლიანი გამოცდილებით უკვე 95, 100, 110 და კიდე არის 130 და 140 ევროიანი სამსახურები. აი ცალკეა უკვე მაგალითად მე შემიძლია ხა გადავიდე ცისტერნაზე, რა ხა ნადერის ცისტერნაც მაქვს, გამოცდილებაც მაქვს 3 წელია და შემიძლია 110 евро ხა მქონდეს. მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე ეს სამსახური, რომელიც ყოველ კვირა სახში ვიქნები. ყოველ კვირა სახში კი ვიპოვე ეგეთ სამსახური, მაგრამ ჩემ ქალაქში არ არის. ამიტომ მე ამ ყოველ კვირა სახლის გამო
სხვა ანაზღაურებაზე ვამბობ უარს, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ყველა ხო ჩემსავით არა, ზოგს კი არა, პრინციპში ვინები არიან, აქ ვისაც ცოლშვილი ყავს 1-2. დანარჩენი ცოლშვილიანები ვინც არიან, საქართველოში არიან და მან დაფრინავენ და ეხლა მაგი საქართველოში თვენახევარში ერთხელ და ორ თვეში ერთხელ თუ ჩავა, ჯობია ეგეც 100 ევროიანზე წავიდეს, ხო? ან ზოგი საერთოდ უცოლშვილოა. ხო, და ამიტომ ყველა სხვადასხვა სიტუაცია და აქ ეგ არის, კაი რომ არის რა, ოღონდ უნდა დაიწყო, ჯერ უნდა დაიწყო, უნდა გადადგა ნავი, საბუთები პრავა აიღო, საბუთები გააკეთო, ჩამოხვიდეთ, გატესტო. როცა შენ დამწყებს გაკ 4500 ლარი და მერე იზრდება ორმაგდება 7-8000, მერე 9, 12 და 15 და 17-ზე შეიძლება იდეაში ახვიდე, რა თქმა უნდა, კიდე რაღაც ფულები უნდა დახარჯო, კიდე რაღაც უნდა ისწავლო და გამოცდილება დააგრო და ასე შემდეგ, ანუ მაგის შანსი რო გაქვს, ხო? მithumetes მარტო ხელა თუ ხარ შედალოცილო და რა ვიცი, ზოგს საერთოდ მშობლების არ ყავს ხოლმე, არიან ეგეთების, აი მარტო ხელა ადამიანისთვის ეს არის იდეალური. აბა მან თუ წამოვედი და ის ცოლი როდის მოვიყვანო, ცოლი რომ მოიყვანო, ჯობია ცოტა მერე მოიყვანო ცოლი, ვიდრე ხა მოიყვანო. დებით? იმიტომ თუ ეხა ცოლს მოიყვან და არაფერი არა გაქვს. შენი ცხოვრება უფრო გართულდება. ჩათვალე რუგზაკს აიკიდებ 100 კილოიანს და მერე მიდი და ირბინი. აბა თუ მარტო რო დარბიხარ უფრო ადვილია. და ჯობია 3 წელს მერე მოიყვანო გოგო. ვიდრე ის რა ქვია. ეხა მოიყვანო და ნასესხები ფულით გადაიხადო, იქორწილი და რაღაცა და რაღაცა, ხო ხვდები? მარტო ხელა ადამიანს ეს სამსახური არის იდეალური ჩემი აზრით 2-3 წელი, 2-3-5 წელი მე რასაც უყურებ ჯერჯერობით, არ ვიცი, იმედია არ მომიწევს 5 წელი და 10 წელი მუშაობა კიდე, მაგრამ მე რასაც უყურებ ეს სამსახური ყველამ უნდა დაიწყოს ჩემი აზრით, აი რომ იტყოდნენ ხოლმე რომ აი ჯარი სავალდებულოა და ჯარი ყველამ უნდა გაიაროს. რაღაც ეგრე არის ეს ჯარივითაა ჩათვალეთ, რომ ყველამ უნდა გაიაროს. აქ იმდენად შენ თავთან მარტო ხარ და იმდენად იზრდები, რომ უნდა გაიაროს ყველამ თო. ვიღაცის იმედად ხარ რაღაცა ვერა რა. საბოლოო ცხოვრებაში მაინც ყველანი მარტოები ვართ. მაინც ჩვენ თავზე ტყდება ყველაფერი თუ აკვირდებით. მაინც ჩვენ ვართ პასუხისგებ თუ რამე კარგს გავაკეთებთ. მადლობას არავინ გვეტყვის და თუ რამე ცუდს გავაკეთებთ და ყველათი ჩვენ გამოიშვეს, ყველა ჩვენ დაგვანაშაულებს. ხო? მოკლედ იმის პლანიდან რომ ერთ-ერთი დიდი მინუსი ვისაც გონია, სინამდვილეში ეგ დიდი პლუსია. ანუ მოკლედ გადავერთვები ხოლმე რა, მაგრამ კარგით, მოკლედ გავიარეთ ჩვენ მე მგონი ახლა უკვე რუსელი ჩავიარეთ როგორც ხედავ გავდივართ უკვე.